დღეს მინდა ბუნების გამბოძებული შენი ორგანიზმის ჯადოსნური იარაღი გაგაცნო, რომ ეს ინფორმაცია შენი ჯანმრთელობისთვის გამოიყენო. როგორც ყოველთვის საამისოდ რეცეპტებსაც შემოგთავაზებ. კარგად რომ აგიხსნა რა არის ეს იარაღი, რომელსაც ასეთი არაპოეტური და უინტერესო სახელი აზოტის ოქსიდი ქვია. წარმოიდგინე შენი ორგანიზმი, როგორც სიცოცხლით მჩქეფარე ქალაქი, სადაც სისხლძარღვები გზადკეცილებია, რომლებიც ქალაქის ყველა კუთხესა და უბანს ჟანგბადსა და საკვებ ნივთიერებებს აწვდის. ახლა წარმოიდგინე პაწაწინა მოლეკულა, რომელსაც ამ ყველაფრის კონტროლი და ორგანიზება ავალია. ის აფართოებს ამ გზებს და ამ ყველაფრის უწყვეტ და ნორმალურ დინებას უზრუნველყოფს. ეს მოლეკულა არის აზოტის ოქსიდი. ეს არ არის რაღაც ეგზოტიკური დანამატი სამეცნიერო ფანტასტიკური ფილმიდან. ეს არის ბუნებრივი გაზი, რომელსაც შენი ორგანიზმი აწარმოებს და რომელსაც შენი ჯანმრთელობისთვის ნამდვილად შთამბეჭდავი, ლამის ზებუნებრივი ძალა გააჩნია. რა არის აზოტის ოქსიდი? ეს აზოტის და ჟანგბადის თითო ატომისგან შემდგარი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოლეკულა, რომელსაც ადამიანის სხეული აწარმოებს. ის შენი სისხლძარღვების უჯრედებში წარმოიქმნება და მოქმედებს როგორც ვაზოდილატორი. ეს ნიშნავს, რომ ის სისხლძარღვებს სიგნალს აძლევს გაფართოვდნენ, რომ სისხლი სწორად მიმოიქცეს. ეს უზრუნველყოფს, რომ შენმა გულმა, ტვინმა და კუნთებმა საჭირო ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები მიიღონ. მაგრამ აზოტის ოქსიდი მხოლოდ სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად არ გაქვს. ის ასევე სიგნალების გადამცემი მოლეკულაა, რომელიც შენს უჯრედებს ეკონტაქტება, რომ ანთებითი პროცესები, შეჭრილ საფრთხეზე იმუნიტეტის პასუხი და თუნდაც ტვინის ფუნქციონირებაც კი დაარეგულიროს. აი სად არის საინტერესო ნაწილი. შენი ორგანიზმის მიერ აზოტის ოქსიდის წარმოების უნარი ასაკთან ერთად მცირდება, მისი წარმოების კრება უკვე 30 წლის ასაკიდან იწყება. აზოტის ოქსიდის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მკვლევარის, დოქტორ ნათან ბრაიანის მიხედვით 40 წლისა, შენ ამ ნაერთის იმის მხოლოდ ნახევარს აწარმოებ, რასაც 20 წლისა აწარმოებდი. ამ ვარდნამ ენერგიის ნაკლებობა, გონებრივი სისხარტის დასუსტება და თუ მას ყურადღებას არ მიაქცევ, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემებიც კი შეიძლება გამოიწვიოს. კარგი ამბავი კი ის არის, რომ ამის კონტროლი შენს ხელთ არის. აზოტის ოქსიდის რაოდენობა ცხოვრების სტილის მარტივი ცვლილებებით შეგიძლია გაზარდო. სწორედ ამიტომ არის ეს ცოდნა ყველასთვის, ვისაც უკეთესი ჯანმრთელობა სურს, აუცილებელი. კერძოდ რას აკეთებს ეს ნაერთი შენს ორგანიზმში და როგორ აძლიერებს ის შენს ჯანმრთელობას. გულის ჯანმრთელობისთვის აზოტის ოქსიდი უმთავრესი ფაქტორია. ის შენი გულის სისხლძარღვთა სისტემის პირადი მწვრთნელივითაა. სისხლძარღვების გაფართოებით ის ამცირებს არტერიულ წნევას და გულის დატვირთვას ამსუბუქებს. აზოტის ოქსიდის ნაკლებობით იწყება ქრონიკული დაავადებები, მაგალითად გულის დაავადებები, ხოლო მისი დონის შენარჩუნება კი გულის დაავადებების რისკს ამცირებს. ფიზიკური დატვირთვის დროს გრძნობ, რომ უკვე ზღვარს მიაღწიე და აღარ შეგიძლია. აქაც აზოტის ოქსიდია შენი საიდუმლო იარაღი. სწორედ ის აწვდის ჟანგბადსა და საკვებ ნივთიერებებს შენს კუნთებს, ამაღლებს გამძლეობას და აჩქარებს აღდგენით პროცესებს. აზოტის ოქსიდი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას მოქმედ კუნთებში, რაც საშუალებას გაძლევს უფრო დიდხანს იყო ფიზიკურად აქტიური და სწრაფად გამოჯანმრთელდე. იქნება ეს სირბილი, წონის აწევა, თუ მაღალ კიბეებზე ასვლა, ეს ნაერთი გმატებს ძალას ფიზიკური დატვირთვის გამოწვევების გადასალახად. აზოტის ოქსიდი ტვინის ფუნქციისთვის უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. შენი ტვინი საუკეთესო მდგომარეობაშია სისხლის კარგი მიმოქცევის პირობებში და აზოტის ოქსიდი სწორედ ამას უზრუნველყოფს. ის ხელს უწყობს უფრო მკვეთრ კონცენტრაციის უნარს, უკეთეს მეხსიერებას და განწყობის რეგულირებას. აზოტის ოქსიდის დაბალმა დონემ შეიძლება გონებრივი სისუსტე გამოიწვიოს. სიმპტომები, როგორიცაა დაღლილობა, კოგნიტური დაქვეითება და თუნდაც სექსუალური დისფუნქცია, შეიძლება გამოწვეული იყოს აზოტის ოქსიდის ნაკლებობით. თუ აზოტის ოქსიდის კარგ დონეს შეინარჩუნებ, შენი გონება თითქმის ისეთივე სხარტი იქნება, როგორიც 10 წლის წინ. გარდა ამისა, აზოტის ოქსიდი იმუნური სისტემის მთავარი მოკავშირეა. ის მოქმედებს, როგორც ბუნებრივი ანტიბიოტიკი, ანადგურებს ბაქტერიებსა და ვირუსებს. ამიტომაა, რომ გაციების სეზონზე ღრმას უნთქვა ან გარკვეული საკვების მიღება თავს უფრო ძლიერად და მხნედ გაგრძნობინებს. კარგად რომ წარმოიდგინო აზოტის ოქსიდის გავლენა სისხლის მიმოქცევაზე, მარტო იმის გააზრება რა თქმა არა, რომ ცნობილი ვიაგრის უკან სწორედ აზოტის ოქსიდი დგას. სექსუალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებიდან ჭრილობების შეხორცებამდე და თუნდაც კიბოს საწინააღმდეგო თვისებებამდე აზოტის ოქსიდის სარგებელი უზარმაზარია. იმის შემდეგ, რაც აზოტის ოქსიდის მნიშვნელობაზე მოკლედ ვისაუბრეთ, მოდით ვნახოთ, რა გამაფრთხილებელი ნიშნებს იძლევა ორგანიზმი თუ აზოტის ოქსიდის დონე დაბალია. ორგანიზმი რამდენიმე გამაფრთხილებელ სიგნალს გაძლევს.
მოტენთილობა, ფიზიკურად მოძრაობის ასმალე იღლები, მაღალი არტერიული წნევა და კოგნიტური პრობლემები, ეს ყველაფერი აზოტის ოქსიდის ნაკლებობის ნიშნებია. თუ 40 წელს გადაცილებული ხარ და თავს მოდუნებულად გრძნობთ, ან თუ ვარჯიშის შედეგად კი არ მხნევდები, არამედ აღარაფრის თავი აღარა გაქვს, ამაში აზოტის ოქსიდის დაბალი დონე შეიძლება იყოს დამნაშავე. საშიში კი ის არის, რომ მისი ნაკლებობა ასოცირდება ქრონიკულ მდგომარეობებთან, როგორიცაა დიაბეტი, ალცჰაიმერი და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. საბედნიეროდ ამის შეცვლა შენს ხელთაა და არც ძნელია, მთავარია იცოდე, გინდოდეს და მინიმალურ ძალისხმევას მიმართო. საქმე იმაშია, რომ აზოტის ოქსიდის ასამაღლებლად ძვირადღირებული დანამატებიც კი არ გჭირდება. აი საამისოდ მარტივი ყოველდღიური ჩვევები, ჯამე აზოტის ოქსიდით მდიდარი საკვები. გაითვალისწინე, შენი კვება აზოტის ოქსიდის ოქროს საბადოა. ნიტრატებით მდიდარი საკვები, როგორიცაა ჭარხალი, ისპანახი, ხახვი და ნიორი, შენი საუკეთესო მეგობრებია. ჭარხლის წვენს შეუძლია მნიშვნელოვნად გაზარდოს აზოტის ოქსიდის გამომუშავება. მიირთვი ისპანახის სალათი ნიგუზით. ლიმონიც მოაწუწე C ვიტამინის გასაძლიერებლად, რაც აზოტის ოქსიდის გარდაქმნას აძლიერებს. შავი მწარე შოკოლადიც მშვიდი სინდისით შეგიძლია მიირთვა. იმოძრავე. ვარჯიში და ფიზიკური დატვირთვა ამ მოლეკულისთვის საწვავივითაა. ჩქარი სიარული, ველოსიპედით სეირნობა, ცეკვა, ძალოვანი ვარჯიში, ეს ყველაფერი იწვევს აზოტის ოქსიდის გამომუშავებას. ფიზიკური აქტივობის შედეგად ენდოთელიუმი სტიმულირდება, რომ მეტი აზოტის ოქსიდი გამოყოს. დღეში 30 წუთი ჩქარი სიარულიც კი განსხვავებას გაგრძნობინებს. ისუნთქე სწორად. ანუ ცხვირით და არა პირით. ცხვირი შენი აზოტის ოქსიდის ქარხანაა. ისუნთქე რამდენიმე წუთი ტოლგვერ და პირამიდისებრად. ანუ ჩაისუნთქე ცხვირით 4-ის დათვლაზე, გააჩერე 4-ის დათვლამდე და ამოისუნთქე 4-ის დათვლამდე. ეს დამამშვიდებლად მოქმედებს და აზოტის ოქსიდს მყისიერად ზრდის. მიიღე მზის სხივები, მზის ზომიერი ზემოქმედება შენსკანს ეუბნება, აზოტის ოქსიდი გამოიმუშაოს. დღეში 10-15 წუთიც კიდირის მზეზე საოცრებას მოახდენს. ეს ბუნებისგან უფასო ჯანმრთელობის ხრიკია. ცხოვრების სტილიც გავლენას ახდენს აზოტის ოქსიდზე. მოწევა მას ანადგურებს. კორტიზოლიც ბლოკავს, ამიტომ სტრესის მართვა უნდა ისწავლო, მედიტაცია, ლოცვა ან ბუნებაში სეირნობა, მეტი სიცილი, ყველაფერი ეს დაგეხმარება. გაითვალისწინე, თუ აზოტის ოქსიდის დონე კარგი გაქვს, ასაკი ვერაფერს გავნებს. აზოტის ოქსიდი შეიძლება უხილავია შენი თვალისთვის, მაგრამ მისი გავლენა თქვენს ჯანმრთელობაზე ნამდვილად ხილული და მნიშვნელოვანია. ეს პაწაწინა მოლეკულა შენი ორგანიზმის თვითგანკურნების იარაღია. ეხლა კი რამდენიმე რეცეპტი მეტი აზოტის ოქსიდისთვის. ჭარხლის და კენკრის სმუზი. დაგჭირდება 1 საშუალო ჭარხალი დაახლოებით 150 გრამი, გაწმენდილი, ნედლი ან მოხარშული. 1 ჩიქა 150 გრამი, გაკინული მოცვი ან მაყვალი. ნახევარი ჩიქა წყალი ან უშაქრო ნუშის რძე. 1 ჩაის კოვზი თაფლი, სურვილი სამებრ. ნახევარი ლიმონის წვენი. ჭარხალი გაასუფთავე და პატარა ნაჭრებად დაჭერი. ყველა ინგრედიენტი ბლენდერში ჩაყარე. 1-2 წუთის განმავლობაში აურიე, სანამ გლუვი მასა არ მიიღება. მიირთვი და უყოვნებლივ. ან შეინახე მაცივარში არა უმეტეს 24 საათისა. ისპანახის და ციტრუსის სმუზი. დაგჭირდება 1 ჩიქა დაჭრილი ისპანახი. ნახევარი ჩიქა რუკოლა. 1 პატარა პორტოხალი. ნახევარი გრეიპფრუტის ან ლიმონის წვენი. ნახევარი ჩიქა წყალი. 1 ჩაის კოვზი ნიგზის ან ნუშის ზეთი, ანტიოქსიდანტებისთვის, თუ არა გაქვს 7-8 ლებანი ნიგოზი აიღე. გარეცხე ისპანახი და რუკოლა. გაასუფთავე პორტოხალი და ნაჭრებად დაჭერი. ჩაყარე ყველა ინგრედიენტი ბლენდერში. აურიე 1-2 წუთის განმავლობაში და მიირთვი. ნიახურის და ვაშლის სასმელი. დაგჭირდება 2 ღერო ნიახური. 1 პატარა მწვანე ვაშლი. ნახევარი ჩიქა წყალი. 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი. ციკვი ჯანჯაფილი დაახლოებით 5 გრამი, გახეხილი, ანთების საწინააღმდეგოდ. შეგიძლია ცოტა კიტრი დაამატო. გარეცხილი პატარა ნაჭრებად დაჭრილი ნიახური. ჯანმრთელად იყავით ქართველებო. გემშვიდობებით მომავალ საინტერესო ვიდეომდე. კარგად ბრძანდებოდეთ.